Ana namusi sindisi tu gagaჩნიათ ჩემებო ღმერთი ხატი რჯულია მე აქანა გუში რო არ ჩავწერე ვიდეო და არ დავდევი არაფერი როცა ყოველ დღეს სერიალებით მელოდებით აქ და მიცით და მიყურებთ არ მომიკითხეთ ერთი და არ დაგაინტერესათ რა მჭირდა პოსტი საერთოდ რო არ დამიდევს ეგება მოუკვდი ეგება მომკლეს ეგება რა დამემართა ვიდი დაიათ ყველა მოგ თქვენი იმედი დედას მე არ ვახსოვრებ ამას მე არ ვახსოვრებ და თქვენ მაინც მომიკითხეთ ხო ახლა ორი ბავშვი მკითხულობს მარტო ეგრე ასულწლოვნები არიან ჯერ ვერ მომაქცევდი და თქვენ თქვენი იმედი მაქვს ხო იცით ყველგან და ყველაფერში მართლა ვამბობ ხალხო არ ხუმრობ ორშულსპიცა ვარ რა ვარი ვანათებ ხალხო მზესავეთ ხო ვანათებ მაგრად და კარგად რამფერ გამევიყურები დედა მომიკვდეს ეს არის ხალხო 9 წლის ლუქი ქევალ აგერ დატანილი იმასავეთ კუპატივით შიგნით დედა ერავს გავა 9 წლის ლუქი აი მაქსიმუმი აი 11 წლამდე 11 წლის გოგოს ლუქია და გადასარევათა მაქვს მე მეტყვი 76 ხო იგი ლაკია ხო დედა რამფერ მიხდება კითხვა გეუბნებით გოგო რა მინდოდა ხა რომ მეთქვა ისთვის რომ ხო გუში რატო არ ჩავწერე გოგო ვიდეო არ დაგაინტერესათ გეტყვით აგერ გუშინ ერთ-ერთ ბანკში ქუთაისში სათა ოფისში ვიჩხუბე საღამოს მის ნახევრამდე დამაყუდენ შიგნით არ გამომიშვენ კითხვა გეუბნებით სასწაულად მოკლედ ოღონ მართლა არ ტყუი მართლა ვიჩხუბე გოგო არა ეხლა ის გასაკვირი არავის მხრიდან რომ დღეს ვალი საქართველოში ნებისმიერს აქვს ჩემი აზრით ამიტომ ეს ოდნავ ვიღაცას სული გვიდგას და რამე ბიზნესზე ხელი გვიგედია ყველას ვალი გვაქვს მაგი არ ვთქვათ ეხლა დარწმუნებული ვარ მაგრამ განსხვავება რაშია იცით ხალხო მე მიჭირს მართლა მიჭირს რეალურად პროცენტის გადახდა როცა მართლაც რომ მთელი მსოფლიო მგონია ჩემი კლიენტია მე მაინც მიჭირს იმიტომ რომ მოგება არ მაქვს რეალურად იმდენი როგორც უნდა მქონდეს ორშულის კეფიცებით და მართლა მიჭირს პროცენტის გადახდა განსხვავებით ჩემგან სხვა ვაჭრებს შემოსაყოლებო ვინც არის თურქულ ტავარზე ჩინურ ტავარზე დედა მომიკვდეს უჭირთ ვალიკერა ამატებენ და ამატებენ ბანკის სესხს არ ვიცი რა დავიფიცო და როგორ დაგაჯეროთ ერთ-ერთი ჩემი ახლობელი მაღაზიის მე პატრონე ხალი მოვიდა ჩემთან და მეუბნება თვიდან თვემდე თვიური მოგება მაქვს 15000 ლარიო 15000 ლარზე რო ჩამოცდებაო ხო აი დაუშვათ 10 რო დამჩებაო ის თვეო ჩემთვის არისო ჯოჯოხეთიო რატო უნდა დამჩესო 10-ო 10000 ლარზეა ხახო ლაპარაკი თვიდან თვემდე 10000 ლარზე რატო უნდა დამჩესო 10-ო რა არის ამისთვის წოლობო მეო და ამისთვისო მაქვს ამდენი ფულები ჩადებულიო ამ იმაშიო საქონელშიო რომ 10000 ლარი 15-ო თუ დამჩე კაიაო მეტიც დამჩენიაო დაუშვათ პრაზნიკი ანუ დღესასწაულებსეო რა ჩემი საშველი არ იქნება ხახო მე გოგო რაც ხო 2 კაპიკი მაქვს 2 კაპიკი რა შესატანი მაქვს მართლა პროცენტი არაფერი არა მაქვს დიდი ხახო პროცენტი შვილებს გებიცებით და მე თქვი გოგო იმ დონეზე მე შინია ზოგადად ვალის და ისეთი პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ მივედი ამ ბანკში რაც ვალი სესხი მაქვს აღებული და დამაფარიეთ მე უთხარი ცოტა 2 კაპიკი მაქვს მოდარენ თლიანად რას დავფარავდი ხახო ვალი მაქვს საქონლის მაღაზიის ხო და ლარში მაქვს გამოტანილი ოღონდ რა თქმა უნდა არ მომცეს ევროში და დოლარში ხო და დოლარში არ წმინდა ევროში არ მომცეს ხო და მე ვთქვა ჩამაფარიეთ წინასწარ რაღაცა და წინსწრების საკომისიო თანხაოდ რა ვიცი ქალო ჯანდაბა ანუ დამიმატეს შემოსაყოლებო ზემოდან კიდე თანხა ანუ არ მივიღებდო ჩვენო დაუშვათ სიტყვაზე ამ 5000 ლარსო თუ ზევიდან არ დამატე დაუშვათ 500 ლარიო გამოგიკლებდო 4500-ო და ნუ მოკლედ ხო მიმიხვდეთ აუ მე ხალხო იქ მე არ ვიცოდი აზრზე არ ვიყავი მსგავს ფაქტს არ მქონია შეხება არასდროს და ეს რო გავიგე შემოსაყოლებო ჩემი ჭკვიდან გადასვლა გენახათ იქვე ბიჭო გეუბნები რომ 5 მინდა რომ მომაკლო თავს მე გაჭირებული რომ პროცენტის ვერ ვიხდით ვიურს იმ 2 კაპიკსაც კი და გთხოვ რომ და იმასაც მეუბნები ქალო წინასწარ შემოგიტანე ფული წინსწრა და კიდეო ზევიდან რომ დავიმატო იმ წუთში გადავიხადე ხალხო 1 პროცენტი და წინსწრებისო კიდე დამიმატო ზევიდანო თანხაო ნუ მოკლედ კინაღამ წევიქეცი ხალხო კინაღამ მე გრუბად გითხარით 5000 და 500 თუ რა იქ სულ სხვა თანხებზე იყო საუბარი მართალია მაგრამ წნევამ მე ახლა ხო იცით მე პატარა რო ვერა ვარ ფლაგარგად ჩხუბ დავაკლებდი ახლა მე თქვენი აზრით ხო და მის ნახევრამდე ქე მომიწვია ეგენა ყურყუდი არ დამიფარენ რუის ნახევრამდე ლამის მართლა არ დამიფარეს თანხა 7 საათამდე რა რუის ნახევრამდე 7 და რუის ნახევრამდე დაიფარა რეალურად მანამდე ჩხუბს მოვდი ხო არც მივსვარ იმ დროს კი არ მივსვარ ადრე მივედი და მაგრამ ეკანა ჩხუბს მოვდი ამდენი ხანი ხო თქვა ეგეური მე კი არ ვიტყულებ ხახო რომ ვამბობ იქანა ხამის მონადირეებმა გარამიხონ თქვა ისე ვიჩხუბებ ხახო იგენია მონაგონი იქნება რა თვიდა კალო დუბლი და იქ რა ქვია დუბი რა შევაფრინდები და შევახტები ბჭყალებით მე კი არ მინდა
მაგნერ თემებს და საქმეებს ვეძები ამ ქუთაისში, აგერ ხო ვერ წემესწარი და წავაწყდი ვერსად, მასე რომ ვიჩხუბა. მუღამივა. კითხვა გეუბნებით. გოგო მე უფრო საინტერესო ვარ, ახლა თუ ვიცხა ერთხელ ჩავწერე იმ ადამიანზე ვიდეო, ვიცხა შავკაცზე, კრიჟანზე, დამწვარზე, კარაპეტაზე და იმის ამბები გაინტერესებთ. ხახრო შენი დაკალი და იგიო რაფერ არისო, როფერ გადმიჭარდა მოვლენებიო. გუშინ ამას წერდა ხალხი, ჩემი ფოლოვერები. აკალა ხახრო თქვენ კარგად ხო ახლა რამე შავი კაცება და რამე დაკალება და რამე შვილება, საერთოდ როცა ფულს ახება საქმე და ვალს. იქარა ჩხუბობდი გავწერებული და მესიჯები შემოდიოდა რეკვესტებში რაფერ განვითარდაო იმ შავი კაცის ის რო იყო კრიჟანი დამწვარი რომ მოგეყევით ჩემ დაქალისებას რა ქვია კრაშზე თუ რა ვიცი რა არის მეთორიგე ვიგე მე კი ვიცი რა წავრა ხო არ ვიტყვი საჯაროდ ხო რა პონტია მაგი დაქალს ხარ ჩაუშობ ხო რა მინდოდა ახლა კიდე რომეთქო წაიღეთ ჩემი ბრენდები ამდეხანს ბავშვებო ხო გეხვეწებოდი წაიღეთ ბრენდები თქვა ახლა მეტი გამოსავალი აღარა მაქვს გამინულენ ვაფშე თუ რამე ფული მქონდა ორი კაპიკი თავისარჩენ იგი წაიღო ბანკმა ახლა ბავშვებო არ ვიცი აწიდები დაგაგინებთ თუ არ წაიღოთ ასე თქვა უნდა ვთქვა მეტი ვარიანტი არა ახლა გეხვეწებოდით წაიღეთ ჩემი ბრენდები რა არა თქვა ახლა უნდა დაგაგინოთ დავაგინო აბა რა ვქნა მიჭირს კითხვა გეუბნებით ფული მინდა მე ჩემი საშველი არ იქნება არაძოს ახლა აი 15000 ლარი რომ ახლა თვითონ მოგება ერთ წვენზე ამიყვანა 3 წელია მაღაზია მაქვს არა ორ შულს პიცა ვარ მით უმეტეს ხახრო 600-მდე მყავს ემიგრანტი 600 და ისე გამწარებული ვიყავი გუშინ მართლა რომ მოვდიოდი მე წამოვედი ბანკიდან გვიანი იყო კითხარი ვის ნახევარზე გამოვედი ტიროდი ხალხნო ტიროდი მანქანაში დავჯექი და ტიროდი და მართლა აი უდიდესი მადლობა ჩემ ემიგრანტებს მართლა ვინც დარეკა ისე მოსაკითხად რაღაცა მართლა მომიკითხეს ხო შინაურებმა გარეულებს კარ მოგიკითხეთ ისე ფოლოვერებს კლიენტებმა მომიკითხე რატო არ ჩაწერეო ვიდეო რა ხერა ასეთი სიტუაცია და ნამტირალები ვიყავი დედა მომიკვდეს საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ღმერთო შენ გამახსენე, იტალიიდან, ყველამ აბსოლუტურად ემიგრანტებმა ვინც გაიგეს სიტუაცია რომ უთხარი განულებული დავრჩი. მე უთხარი ძალიან სულ მდგომარეობაში ვარ. პროსტო უთხარი მართლა ბენზინის ფულის აღარ მაქვს. უთხარი რო ჩავასხა, ასე მოხდა ბანკმა ზედმეტად გადამახტევია თანხატკო და ну მოკლედ ჩემო საყვარლებო მართლა ყველა მეგრევე გადმოსო ერთმა ვაფშე გავიდა და ანუ ტელეფონით ვერ გადმორიცხა მობაილით მივიდა იტალიის ერთ-ერთ ქალაქში და იქიდან გამიკეთა გზავნილი შვაღამეზე შვაღამე ჩემთან იყო და ну მოკლედ არ ინერვიულო შენ არ იჯავრო მithom ეს არც ეც არ ქონდა შემოსატანი თანხა არც ეც არ ქონდა იმ მომენტში შემოსატანი თანხა და სამა ჩემო იმიგრანტმა დამირიცხა ოღონდ შენ დამშვიდი დაწყდი ზედმეტად კიდე დაგირიცხავთ 30 ევროს ოღონდ შენ მიდი სახლამდეო კითხვა გეუბნებით ამერიკայի იმიგრანტები მყავს და მისთან კაი კლიენტები ყავს გიჟდები ჩემ კლიენტებზე მართლა ყველასთან რა როგორც დაქალივით ოჯახის წევრივით და რა ვიცი საუბრობთ ყველა თემაზე როცა მოცილი დრო აქვთ მირეკავენ ვიდეო კოლით და ну მოკლედ ყველას მეგობრები ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და უღრმესი და უდიდესი მადლობა თქვენ ჩემო საყვარლებო ვის პატარებსაც მე ვაცმევ ზოგის მიშვილს დიშვილს შვილს შვილიშვილს და ну მოკლედ ასაკიანი ბებოებიც კი მყავს მე ძალიან ბევრი და ძალიან უყვარვარ და ძალიან მიყვარს რა თქმა უნდა კიდე რა მინდოდა ახლა გრომე თქვა ხო, უი გო, განახოცე მიზიზიები. Წამოვიდა კერა, უნდა გავაგზავნო უკვე სეკვათილები, ძალიან მაგარი ლუკები გამოსაყვანი გოგოების. ძალიან ბევრი მაქვს. ბიჭის ლუკი ხო ვერ წაიღო, არავინმა და ხო არ გასახდა მართლა ბოლოს და ბოლოს ეს ბიჭის ლუკი შანელის ერთმა დამირეკა, გო, ამაღებია ზომები, გარავყევი თან. ხო და იგი რა პასუხს აღარ მოვწერია მე მინდა უეჭველიო გო მაიო უეჭველი მინდაო რაო და ფასეო რა პრობლემაო და ამაგებია გო ზომები არიქა მიშველო ზომები აიღო ეგ და ზომე ეგი სეპირა დავიმახსოვრე ხალხნო ესე იგი 45 აქვს ეგი ხელი 25 აქვს ეგი არა 28 აქვს ეგი და 25 აქვს ეს ბეჭიდან ბეჭამდე შარვალია 45 სანტიმეტრი ზეპირა დავიმახსოვრე იმდენჯერ გადავზომე მე თქვი პატარა არ დარჩეს ბავშვი თქო მოიცათ უცებ დაგათვალიერებია დრო მიდის ძალიან დამალოდეთ ახლა ვერ მოვასწრებ ჩემო საყვარლებო ამას მოყვება ჩემო სიცოცხლებო ნახეთ ამას მოყვება ჩემო საყვარლებო ძალიან ბევრი რაღაცები ანუ კოლგეიდან დაწყებული კოლგოტით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფერი მოყვება ნახეთ რა სილამაზია ჩემო საყვარლებო რაღაც საოცრება არის რაღაც ასწავლი არ ვიცი როგორ სულ თულებშია და ნუ მოკლედ ძალიან ლამაზია და მე კიდე გაჩვენებ და ჩამოსულებია შეკვეთით ამას მოყვება ჩემო საყვარლებო სოსკა მოყვება აგერ სოსკა გოგოთფლებში საერთოდ დიორის სოსკა მოყვება ეს შეკვეთითაა ჩემო საყვარლებო ჩამობძანებულები ბუმბული რამხელაზე აქ აგერ გარჭობილი ვაიმე ძალამაზებია ნახეთ ბრენდირებებით და მთელი ამბებით მაინც გაჩვენებთ ვაიმე დედასი ლამაზი და ესეთი მაქვს კიდე ორი ცალი გაჩვენებთ იმათაც თუ მოვასწარი
ესე უცებ ჩვენება შემოსაყვარლებო აზრი არა აქვს ნამდვილად ეს კიდე სხვებია კი მიხვდებით ეს უნდა დაიშალოს და ისე უნდა ნახოთ რა სილამაზეები